პირველი, შეისწავლეთ წყლის გადასახადის დარიცხვის წესი, რომელიც ქალაქ თბილისში მოქმედებს. რა სახის გადასახადები არსებობს? წყლის გადასახადის დარიცხვის სისტემა ძირითადად ეფუძნება მრიცხველიან აბონენტებს. გადასახადი დარიცხულია წყლის მოხმარებული კუბური მეტრებისთვის, ფიქსირებული ტარიფით. მაგალითად, თუ ოჯახს აქვს მრიცხველი, ისინი იხდიან მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით. მრიცხველის გარეშე აბონენტებს გადასახადი დარიცხულია ოჯახის წევრების რაოდენობის ან ბინის ფართობის მიხედვით. ტარიფები განსხვავებულია მომხმარებლის ტიპის მიხედვით: ფიზიკური პირები, ბინები, იურიდიული პირები, კომპანიები და ორგანიზაციები. მეორე, არის თუ არა მათ შორის ისეთი გადასახადის წესი, რომელიც წრფივ დამოკიდებულებას წარმოადგენს? დიახ, წრფივი დამოკიდებულება მრიცხველიანი აბონენტების შემთხვევაში. მაგალითად, თუ წყლის 1 კუბური მეტრი ღირს 0.5 ლარი და მომხმარებელი მოიხმარს 10 წყალს, გადასახადი იქნება. ესაა პირდაპირი, წრფივი დამოკიდებულება. მესამე, თვლით თუ არა, რომ წყლის გადასახადის დარიცხვის არსებული წესი შესაძლებელია. თქვენ რა წესს შემოიღებთ? არსებული სისტემა ზოგადად სამართლიანია მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის, თუმცა შეიძლება გაუმჯობესდეს. შესაძლებელია მრიცხველების სავალდებულო დაყენება ყველა ოჯახისთვის, რათა გადასახადი იყოს სამართლიანი და დაკავშირებული რეალურ მოხმარებასთან. მეტი ყურადღება გაიმახვილოს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებზე და დაწესდეს შეღავათები ან სუბსიდიები. ახალი წესი, შემომაქვს ფაზური ტარიფი. პირველი 10 წყალი საჭირო ყოველდღიური მხმარებისთვის, დაბალი ტარიფი ზედმეტი მოხმარებისთვის ტარიფის და რაც ხალხს მოტივაციას მისცემს მოიხმარონ წყალი. მეოთხე, უნდა შეუწყოს თუ არა წყლის გადასახადის დარიცხვის წესმა წყლის რესურსების ყაირათიან ხარჯვას? ისაუბრეთ ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე. აუცილებლად, რადგან ყაირათიანობა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს წყლის რესურსების გადაჭარბებული მოხმარება და მომავალი თაობებისთვის დარჩეს საკმარისი წყალი. მიზანი, მომხმარებლები უნდა გაეცნონ იმ გავლენას, რაც წყლის გადაჭარბებულ მოხმარებას ექნება ბუნებაზე. მაღალი ტარიფები ზედმეტი მოხმარებისთვის ამის აღკვეთის კარგი გზაა. ყაირათიანობა ხელს შეუწყობს წყლის მოხმარების შემცირებას, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას, თანხის დაზოგვას ოჯახებისთვის.